Alak problema utas. Es vitam araperi. Es vitam erteulebis problema ari. Da mere turme chalkem nakhos piradula. Chalkem nakhos vito. Akhu aravis aachat kisershi mar ak aris saerto sakhmi ak aris piraduli. Geres gaige. Ubrevit ადამიანურად წესიერად და მოისმინეთ ეს საუბარი. ნუ გვაიზულებთ, რომ მართლა დავიწყოთ ხელჩართული ჩხუბი და ბრძოლა. არავის ხელების და თითების ქნები ჩვენ არ გვეშინია, აწარავის მუხარის არ გვეშინია. მეორე და მეათეხარისხოვანი ეს ყველაფერი. აქ მთავარი ინტერესი არის ის, რომ ეს ქალაქი უნდა გადარჩეს და არა ისე, რომ ერთი თვე, ორი თვე მაღაროებმა გაიშვას, ეს ხალხი დაშალონ, მერე ვინც მონობას შეეგუება და ვინც უსიტყვოდ გააკეთებს უფროსისგან ნათქვამს, ეს იქნება თუ არა მისაღები, მაგრამ მორჩილი რომელიც იქნება მონობას რომელიც შეეგუება, ამ ადამიანებს დაასაქმებენ. მე პირადად მითხრე, შენაირი ორატორი რაში გჭირდება? არავის არ ჭირდება მართლის მტკმელი. არავის არ ჭირდება, რომელიც უსამართლობას არ ეგუება, მონობას არ ეგუება. ესეთი ხალხი არ გჭირდებაო, პირდაპირ ამბობ. და ვინმეს გინდათ მონობა? ვინმეს გინდათ რომ თავში გიტყაპუნებდნენ და ისე გამუშავებდნენ? უფლება არ არსებობსო. ლაივი არსებობს, ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება არსებობს. ბატონო ხელისუფლება ამის. რომ თქვენ თურმე არ არსებობთ. თქვენ არაფრის თავი არ გაქვთ, არაფრის უფლება არ გაქვთ. მაშინ ვინ ხართ და საერთოდ რატო ხართ ხელისუფლებაში? კითხვა ჩდება ამის. ამიტომ ყველას პასუხი აგებინეთ. საკუთარი დანაშაულის და საკუთარი სიტყვებიდან გამომდინარე.